მსვლელობა და მარში უკვე დაიწყო. ჩვენ მივდივართ გმირთა მოედნისაკენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს ჰქონდათ იმის გეგმა, რომ ვარაზის ხევის გავლით ჩასულიყვნენ გმირთა მოედანზე, თუმცა პოლიცია მათ თავდაპირველად გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა, ამიტომ ალტერნატიული გზა მოიფიქრეს და მაინც არ მისცეს ქართულ ოცნებას იმის უფლება, რომ დღეს ხალხი ტროტუარზე ეტარებინათ და გაუწიეს წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილის ხუთს. ახლაც გზის ნაწილი არის გადაკეტილი და სწორედ ასე შეძახილებით მიდიან ისინი გმირთა მოედნისაკენ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. დავით ჯინჯარაძე არის ჩვენთან ერთად, რომელიც სპეციალურად ემიგრაციიდან ჩამოვიდა იმისთვის, რათა საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეცვალოს. დავით, დღეს ქართული ოცნება რომ მარში და ამ მსვლელობაში ხელს გიშლიდათ, ეს რისი გამოხატვა ეშინია ივანიშვილის ხუთს პროტესტის? ყველაზე მთავარი რაც ქართულმა ოცნებამ დაგვანახა დღეს არის ის, რომ ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება, ეს არის ერთი ადამიანის ნების გამომხატველი ხელისუფლება. ჩვენ გვინდოდა რომ პატივი მიგვეგო გმირებისთვის, პარაკლისი გადაგვეხადა გმირთა მოედანზე, შეუძლებელია ერთი ქართველიც კი იყოს საქართველოში, ვისთვისაც ეს ცუდია. შეუძლებელია ვინმე არ ეთანხმებოდეს იმას, რომ 7 აგვისტოს, როცა რუსეთმა ომი დაიწყო, პარაკლისით და მარშით არ უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს სოუნას პატივი. მხოლოდ ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს ეს და სამწუხაროდ პოლიციაც მას ემორჩილება, თუმცა ძალიან მალე მათაც გავათავისუფლებ. მე მჯერა რომ შევხვდით ამას. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმენთ დავით ჯინჯარაძეს. ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ და მოვისმინოთ კიდევ კომენტარები იმ ადამიანების, რომლებიც დღეს არიან აქ და უპირისპირდებიან ქართულ ოცნებას და ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილის ხუთს აჩვენონ, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. ვითხარით, რას ნიშნავს ის, რომ ქართველი ხალხი დგას ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს, მის საპირისპირო მხარეს არის ოცნება. ხვალ კიდევ მოვისმენთ სავარაუდოდ ქართული ოცნების განცხადებებს, რომ ომი დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდა რას ემსახურება? ეს არის ცალსახად რუსული პროპაგანდა, რომელსაც ახსნა განმარტებას სხვა არ გააჩნია, რადგანაც არ არსებობს ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო ომი და ქვეყანას არ დაუწყია, ასეთი რამ სოფლიოში არავის არ გაუგია, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ პრეზიდენტი ამავდროულად არის მთავარსარდალი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ის, რასაც აკეთებს ქართული ოცნება ახლა დღეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც 8 აგვისტოს ომის დაწყებას ამბობს, ეს არის რუსეთი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის ამბობს, რომ მე ვუპასუხე საქართველოს აგრესიას. და ის, რომ ისი ჯარი აქ არათუ 7-ში, არამედ 7-მდეც კი იყო შემოსული. ეს რჩება ამ სიტუაციაში ვითომ განზე და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ეს არის რუსეთის პოზიცია და ქართული ოცნება რუსულ თამაშს თამაშობს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ამასობაში ჩვენ გიგანტური ქართული ეროვნული დროშის ქვეშ მოვექცეთ. შეგვიძლია ვნახოთ ეს კადრიც, აქციის მონაწილეები ასეთი ხასიათის აქციებზე ყოველთვის შლიან ხოლმე ჩვენი ქვეყნის გიგანტურ დროშას და ასე მიემართებიან დანიშნულების ადგილამდე. რაც შეეხება აქ მყოფ საზოგადოებას, სამეცნიერო საზოგადოება, ისტორიკოსები, პოლიტიკოსები, ყველა არის დღეს აქ წარმოდგენილი. ამ ადამიანების საპროტესტო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მთავარი სათქმელი ამ პროცესში კი არის ის, რომ ქართველი ხალხი იაზრებს, ვინ არის მისი მტერი. მართალია ქართული ოცნება ცდილობს მუდმივად თავს მოახვიოს მათ რუსული პროპაგანდა და შეცვალოს ფაქტები და ამით პუტინის თამაში ითამაშოს, ეს არის მათი პოზიცია, თუმცა ქართველი ხალხი არ ეგუებოდა არასოდეს და მომავალშიც დარჩება იმ პოზიციაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ისინი არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ქართულ ოცნებას ამ ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოების და პრორუსული პოლიტიკის გატარების უფლებას. 2008 წელს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსია იწოდოს ნაციად, ერია, რომელმაც დაიცვა თავის დამოუკიდებლობა, თავისი ქვეყანა. გმირულად დაიცვა უზარმაზარი ველური იმპერიის წინააღმდეგ. დღეს სამწუხარო ვითარებაა. რა ილაპარაკა საქართველოს ხელისუფლება ძნელი ასატანი, ადვილი გასარკვევი კი არა. რუსულად დაკარნახევი ტექსტებით გამოდიოდა.
რა ვიცი, მე მგონი გავიმარჯვებთ მაინც, ნამდვილად რომ გავიმარჯვებთ. იმ ომში არ დამარცხებულ ვარ. არ დამარცხებულ ვარ, იმიტომ რომ რუსეთმა მაშინ ვერ შეასრულა თავის მიზანი, მიზანს ვერ მიაღწია და დღეს სამწუხაროდ დღეს აკეთებს იმას, რაც ვერ გააკეთა 2008-ში. ამ საპროტესტო აქციასა და მარშს უერთდებიან პოლიტიკოსებიც, ახლა ისინიც ხალხთან ერთად მიდიან გმირთა მოედანზე, ხოლო რაც შეეხება დღევანდელი დღის შეფასებას, ისინი ამბობენ, რომ ქართულმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოიარა და ახლა ცდის რუსული ოკუპაციის სიმძიმეს, ამიტომ ვინც არ უნდა იყოს ეს, იქნება ეს ქართული ოცნება თუ სხვა ნებისმიერი ძალა, ვერ შეძლებს იმ ფაქტების, იმ ისტორიული ფაქტების გადაწერას, რაც ხალხმა საკუთარ თავზე გამოიარა, თუმცა ისინი მოუწოდებენ მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს ნუ ჩაყვებიან ოლიგარქს, როგორც თავადაც უწოდებენ და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და დროულად ამხილონ საკუთარი ბელადი მათი ციტირება რომ მოვახდინოთ, რადგან ფიქრობენ რომ თუ ახლა არ გამოიღვიძებენ და გამოფხიზლდებიან, მომავალში უკვე ძალიან გვიანი იქნება. პარტია, რომელიც თავს ქართულ ოცნებას უწოდებს, არ გამოხატავს ქართული ხალხის ინტერესს და ამას მოწმობს მათი რუსული ნარატივი აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით და მათი მტრობა საქართველოს სუვერენიტეტის შესაბამისად. თუ კითხვა არის შემდეგი სად არის ქართული ხალხი არის იქ, სადაც აქამდეც იყო სუვერენიტეტის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ქართული ოცნება არის იქ, სადაც არის კრემლის ინტერესები და ამიტომ არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართვაც ქართულ და არა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც დაშორდა ქართულ ხალხს. ოცნება და ივანიშვილი წარმოადგენენ, აი როგორც ცნობილია ყველასთვის თელ საქართველოში და სოფლიოში, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნასტო მოძრაობა არიან პუტინის და რუსეთის თავარი მოწინააღმდეგეები რეგიონში, ისე ცნობილია, რომ თავარი მოკავშირეები არიან ივანიშვილი და ოცნება, ხო? დღეს ვხედავდით ქალაქის ეგრეთ წოდებული მერის მხრიდან სრულებით ასე ვთქვათ, დაცვის მცდელობას 7 აგვისტოს. დაცვის მცდელობას რუსეთის და რუსეთის მმართველების, ხო? ამბობდა ეს ადამიანი, რომ თურმე რუსობობიურ ტალღებს განაპირობებს არა რუსეთის იმპერიული ქმედებები, არამედ თურმე რაღაც deep state-ის აგენტურა მათ შორის საქართველოში. ქართულ ხალხს აყენებდა შევარცხოთ, ანუ ჩვენ რო ანტისაკუპაციო განწყობა გვაქვს, deep state-ის ბრალია და არა იმ ეთნოწმენდების, რომელსაც რუსები ატარებენ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ის რაც უნდა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ თითქოს დააკანონოს ის, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით უკვე ბევრი წელია. მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთში მეომარი ოჯახის წარმომადგენელი, ბევრი წელია ჩვენ ვიბრძვით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ანწუხელიძე ყოველთვის იყოს გმირი და არა როგორც რუსული ოცნების წარმომადგენლები ამბობდნენ პიარს შეწირული. სულ მალე ვიქნებით გმირთა მოედანზე, ამჯერად მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი, სწორედ იქ გაგრძელდება პროტესტი და იქ გაჟღერდება საპროტესტო შეძახილებიც. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს ივანიშვილის რეჟიმი. სწორედ ასე სკანდირებენ საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღესაც აჩვენებენ უწყვეტ წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილის გუნდს.